ოლეგიაძე იყო ჩვენთან. უბრალოდ არის ჩემი აქტივისტების მართული პროცესი, რომელიც არ ჩერდებიან, განსაკუთრებით ქალბატონები, რომელსაც გარკვეული ჯგუფი მართავენ ჩემს საწინააღმდეგოდ. ეს ჩვეულებრივი პროცესია, მიდიან ისინი ცენტრალურ ოფისში, ჟურნალისტებთან აძლევენ ინტერვიუებს, ვითომ მე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ვნიშნავ, ვითომ მე ვარ მონსტრი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს მათ უნდა იკავკავონ ასე, ეს მათ უნდა ივიშვიშონ ასე, ეს ჩვეულებრივი პროცესია, ხვალიდან უკვე ვაპირობთ მუშაობას და ყველა თავისას რომ იტყვიან მიეზღავს. იყო გუშინ წინ იყო მუქარა პოლიციის დამუქრებით, რომ დათოსთან ერთად წამიყვანდა მე პოლიციაში და მე დავჭი გაოგნებული, რატომ უნდა წავიყვანე მე რა ქვია პოლიციაში და განახორციელა ეს და განახორციელა გუშინ ჩვენი წუნებულის ხელით. ხო წავალ თბილისში მე და უკვე სხვანაირად პოლიტიკურადაც და ეს სხვანაირად მე რატომ მოვიდა პოლიცია თქვენთან? ვის მიერ იქნა გამოძახებული? ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებულის მიერ. ზაზა მარჯანიძის მიერ იყო პოლიცია გამოძახილი. და რა იყო მიზეზი? რა გითხრათ? მე ხელს უშლი მუნიციპალიტეტში მუშაობა, ხელს უშლი მუნიციპალიტეტის მუშაობაში და ასე შემდეგ და ამ დროს მე საერთოდ არ მისულვარ. ერთად გუშინ იყო რომ მივედი მარტო. ისიც ეს კლუბის გამგე დაინიშნა და რატომ მე არ გამაგებინეთ და ეს მეუთხარი ის მეთქი ზაზა მეთქი შენთან უნდა შეთანხმებულიყოთ ეს კულტურის განყოფილება თქვენ უნდა შეგითანხმდნენ რომ კლუბის გამგე და აბარაო მეო ისო და მოთხარი მე მგონი ასე არ ხდება ნიშნავს ისო ნაციონალებს ძალიან დიდი ბოდიში და რო არ თქვა შემიძლია ნასკებზეც რომ ხუთიანი აწერია ემა რან გამოიწვია თქვენ და ოლეგის შორის დაპირისპირება? ოლეგის შორის დაპირისპირება გამოიწვია იმან რომ ეს ამ სიტუაციამ გამგებელი რომ მე არ უნდოდი და რატო არ უნდოდი და ეს არის ეს მე ამას ისი არ დავტოვე ამორჩევით ხალხს უთხრა შენადიხი აბა რა სიტყვი შენადიხი რა სიტყვი ესე ხო არ არის უნდა ყოფილიყო იქ კენჭის რაბა ვინ ახარ ამისი მომხრე და ვინ არის იმისი მომხრე ხო ასე უნდა